თავი 95. აღმოსავლეთისაკენ თაყვანის ცემის შესახებ. არც უბრალოდ, არც შემთხვევით არ ვასრულებ თაყვანისცემას აღმოსავლეთით, რადგან შედგენილნი ვართ ხილული და უხილავი, ანუ გონისმიერი და გრძნობადი ბუნებისაგან. ამიტომ თაყვანისცემასაც ორმაგს შევწირავთ, ისევე როგორც მაგალითად გონებითაც ვფსალმუნებთ და სხეულებრივი ბაგეებითაც, ან და ნათელ ვიღებთ წყლითაც და სულითაც, ან კიდევ ვუერთდებით უფალს ორმაგის სახით, ხვდებით რა ერთი მხრივ საიდუმლოთა წილმქონეები, ესე იგი მაცხოვრის ხორცსა და სისხლად გარდაქმნილი პურისა და ღვინისა, მეორე მხრივ კი სულის მადლისა. ამიტომ, რადგან ღმერთი არის გონისეული სინათლე, ქრისტე კი წერილში სახელდებულია სიმართლის მზედ და აღმოსავლეთად. აღმოსავლეთი უნდა განვუკუთვნოთ მას თაყვანისცემისათვის, რადგან ღმერთს უნდა განეკუთვნოს ყოველივე კარგი, ვისგანაც კეთილდება ყველა სიკეთე. საღვთო დავითსაც უთქვამს, დედამიწის სამეფოებმა, აქეთ ღმერთი, ვფსალმუნეთ უფალს, ზეამავალს ცათა ცაზე, აღმოსავლეთით, ფსალმუნი 67, 33, 34 მუხლები. კვლავაც ამბობს წერილი, ღმერთმა დანერგა 64 ედემში აღმოსავლეთით, სადაც დაამკვიდრა ადამიანი, რომელიც შეიქმნა. შესაქმე მეორე თავის მერვე მუხლი და რომელიც გარდასვლის შემდეგ შვების 64-დან გამოაძევა მან და დაასახლა 64-ის პირდაპირ, ცხადია დასავლეთით. ამრიგად ვეძიებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას, თაყვანს ვცემთ ღმერთს, ამასთან მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეცსაბმელი და სალხინებელი. იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვითუფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას, მისდამი მზერა მიპყრობილნი. ამასთან იგი ზეამავალიც აღმოსავლეთით მაღლდებოდა. ასე სცესმას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა, რაგვარათაც იხილეს, იგი ცისკენ მავალი, როგორც თქვა თვითუფალმა, რასახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე, იმ სახითვე იქნება ადამიანის ძის მოსვლა. მათეს სახარება 24 თავის 27 მუხლი. ამიტომ მოველით რა მას აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს, ხოლო ესაა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა, რადგან ბევრი რამ დაუწერლად გადმოგცეს მათ.